ახალი ობიექტის პრეზენტაცია გარდაბაში 230 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროენერგოსადგურის ტერიტორიაზე გაზის ტუბების მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო პროცესი 2015 წელს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც პოტენციური გამომუშავება მკვეთრად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ენერგეტიკული პრობლემები შეიქმნება. ობიექტი უმოკლეს ვადებში სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება ჯამში $200 მილიონ აღწევს და ის საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ფინანსდება. ადგილზე უკვე დასაქმდა 400 ადამიანი. ეს არის ძალიან ეკონომიური უახლესი ტექნოლოგიის ნაწარმი. უკვე ჩამოტანილია ფაქტიურად ყველა ის დანადგარი, რომელიც უნდა დამონტაჟდეს. დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი. აქედან 270 ადამიანი არის ადგილობრივი აქ მცხოვრები. და 230 მეგავატის ჩართვა საქართველოს ენერგოსისტემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. დასრულების შემდეგ, რომელიც გამთავრდება, იქნება უნიშნულოვანესი ელემენტი საქართველოს ენერგოსისტემის დამოუკიდებლობისათვის. პრაქტიკულად გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რაც ელექტროენერგიასთან დაკავშირებით არის მის დეფიციტთან ზამთრის პირობებში და გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 27 წუთი დაჭირდება ელექტროსისტემის ოპერატორს სადგური შეიყვანოს სისტემაში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ამიტომ შევეცდებით, რომ დაგეგმილზე ადრე დავამთავრებთ. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოში ჩვენს ბიზნესს. ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი პროექტი თქვენს ქვეყანაში და კიდევ გავაგრძელებთ ინვესტიციების ჩადებას საქართველოში.